აი ერთი ლიდერი მაინც დამისახელეთ, ერთი ყოფილი ჩინოვნიკი თქვენი გუნდის მხრიდან, რომელსაც ეხება ის დანაშაული და ის შეცდომა, რომელსაც თქვენ გამუდმებით ბოდიშს სიხდიდით 2012 წლის არჩევნების შემდეგ. მაგ პერიოდზე ან დანაშაულებზე ეს ძალიან ნიშანდობლივია, მინდა გითხრათ და ეს პირველად არ ხდება, სულ ესე არის, მაგრამ მზათვარ რო გიპასუხოთ მაგაზეც. მაგალითად დანაშაული იყო ჩადენილი იმ პირების მიმართ, ვინც ციხეში არაადამიანურად ეპყრობოდა პატიმრებს. მაგრამ იცით რა მოხდა კალბუნდიანა? ის ადამიანები, ვინც რეალურად ჩადიოდა ძალიან ძიმე და სამარცხვინო და ამაზრზე დანაშაულს, ეს ადამიანები იქნენ ან საერთოდ დევნის გარეშე დატოვებული. აი ახალაიაც იგულისხმება ამ თქვენს ჩამონათვალში? არა, ახალაია ჩვენი გუნდის წევრი იყო, მაგრამ მე ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც ეს დანაშაული გასაგებია. იმათ ბედუკაძისკენ მიდიხარ. შეიძლება პოლიტიკური პასუხი. არა მარტო, იქ სხვა ადამიანებიც იყვნენ, ვინც დაკავებული იყო წინა ხელისუფლების დროს ის და ციხეში ამ ამაზრზენი დანაშაულის გამო, რასაც დამამცირებელი მოპყრობა ერქვა პატიმრების. და ეს ადამიანები იქნენ ყველანი ან პირდაპირ განთავისუფლებულები და გმირებად გამოცხადებულები, აბსოლუტურად სამარცხვინოდ. ან გარიგება მოხდა მათთან და უმსუბუქეს დანაშაული მიიღეს და მათი უმრავლესობა არის დღეს თავისუფალი. თუ ლაპარაკობ დანაშაული, კალბუნდიანა მე ეს მithავს ადრეც თქვენს ეთერშიც და უნდა ვისწავლოთ განსხვავება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას დიდი ხანი არ მახსოვს რომ ყოფილიყავით შორის სტუმართი. არა, ადრევე, იმიტომ რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა არის თუ კი შენ ხელისუფლებაში ხარ და შენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს რომელიმე სისტემაში სადმე ჩადენილი იქნება დანაშაული რომელიმე ადამიანის მიერ და პოლიტიკურმა სისტემამ ვერ უზრუნველყო ამის დროზე გამოვლენა ნახკვეთა, ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენ გვქონდა გასაგებია. რეკლამის დრო ეხლა და უნდა დაგემშვიდობოთ დამნაშავეებს კალბუნდიანა აქ სწორედ მაქცევებასთან გვაქვს საქმე, რომ იმის მაგივრად რომ ის ხალხი ყოფილიყო დასჯილი, ვინც ჩაიდინა დანაშაული, მიდის დევნა პოლიტიკური ლიდერებისა შეთითქმით საქმეების და ამ დანაშაულების განთავისუფლება. ამ კითხვებს ჩვენ დავსვამთ ეკაბესელიასთან, რომელიც ჩვენ შემდეგ იქნება ჩვენი უარესი ვითარება, ვიდრე გქონდა ყველა მიმართულებით. მათ შორის იქ სადაც ყველაზე მეტი საუბარი იყო გაუმჯობესებაზე, როცა საუბარია ძალადობრივ დანაშაულზე და მივიღეთ კატასტროფა, მივიღეთ ის, რომ კრიმინალი დაბრუნდა მათ შორის ორგანიზებულ დანაშაულში, მაგრამ ამავე დროს ადამიანის გიგა ბოკერიას, რომელიც იყო ჩვენი განახლებული ეთერის პირველი სტუმარი, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ რეკლამის შემდეგ უკვე ეკაბესელიასთან ერთად დავბრუნდებით. შემოდგომის სეზონის გასართობ გადაცემებს წარმოგიდგენ ჯეოსელი. შეიძინეთ Huawei smartphone და მიიღეთ საჩუქრად მობილური დამტენიან Bluetooth დინამიკი. სეზონის სპონსორი არის რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.9%, ლომბარდი 1.9%. რიკო კრედიტი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. აბარა. სამიჯი 4G ისარგებლე 10-ჯერ უფრო სწრაფი ინტერნეტით ბილაინისგან. შეიძინე 4G სმარტფონები თვეში 19 ლარიდან და მიიღე ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში. ულიმიტო SMS-ი, 1 გიგაბაიტი უსწრაფესი 4G ინტერნეტი და ულიმიტო WhatsApp-ი ყოველ თვე 1 წლის განმავლობაში. ბილაინი ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასი. გაიმარტივე ცხოვრება, დაიტოვე მეტი დრო გართობისთვის. შეიძინეთ HP-ს თქვენთვის სასურველი ნოუთბუქი Elite Electronics-ში და მიიღეთ საჩუქარი. თუ ვინმე სასესხე ფული, მნიშვნელოვანია რომ მას განუმარტო ყველაფერი. აი ეს არის თქვენი მეორე საფულე. გამოიყენეთ იგი. გონივრულად. ახალ კლიენტებს შეუძლიათ აიღონ სესხი 300 ლარამდე, 30 დღით და თანაც უფასოდ. ნეტკრედიტი, შენი მეორე საფულე. დირსიში აქცია გრძელდება. შეიძინე გარემონტებული ბინა დირსის კურსით. $1 უდრის 1.8 ლარს. ყოველთვიური შენატანი $400-დან. დირსი მოლოდინზე მეტი 274-04-04. დომინოში რადიატორი 16.90-დან, ლამინატი 11.90-დან, საოფისე მაგიდები 59 ლარიდან. დომინო. ეს დიანა. ის განსაკუთრებული დღისთვის ემზადება. დიანა ტალღის კეთების ხელოვნებას საფუძვლიანად ეუფლება. ოჩახ დიანა. ოჩახ. შენ ნამდვილი ყიჟინატორი ხარ. და შენ როგორ ემზადები 18 სექტემბრისთვის? გააკეთე მეტი, ვიდრე გსურს. მრავალრეჟიმიანი ნოუთბუქი Lenovo Yoga 3 Pro.
წყალი მომწყურდა. რაღაც ხმა მომესმა ესოდან. ტელევიზორი გამორთო. Prostamol Uno. აწესრიგებს პროსტატის გადიდებით გამოწვეულ შარდვის პრობლემებს. Prostamol Uno. აღარ გჭირდება თავის მართლება. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. Maktis ოფისებში შეიძინე Huawei-ის ნებისმიერი smartphone და 1 წლის განმავლობაში მიიღე ინტერნეტის საჩუქრად, ახლა უკვე გაორმაგებული მეგაბაიტებით. შეხვდი ახალ სასწავლო წელს ახალი თაობის 4G smartphone-ით. არ ყოფნის ენერგია. გასინჯე ახალი იაკობს დინამიქსი. შეიგრძენი ყავის ძლიერი ენერგია. ახალი იაკობს დინამიქსის 3 ერთში. დაიმუხტე. ავერსის იდეალური გათამაშება დაიწყო. თამაშდება 5x5000, 5x10000, 20000 და 40000 ლარი. ასევე 19000-ზე მეტი მომენტალური პრიზი. თქვენ იცით რომ Vivo-ს სესხი ყველაზე ხელსაყრელია. შენ საერთია Vivo-ში და მიიღე 0% და არავითარი საკომისიო პირველ სესხზე. განმეორებით სესხზე კი ყველაზე დაბალი პროცენტი. Vivo-ში ყველაზე სწრაფი ონლაინ სესხი. რაღაც ახალია. ხო, ეს წვილი ჯერ არ მინახავს. მადი საღმძვრელია ორმაგად. ახალი ტუქ სენდვიჩი, 2 ხრაშუნდნარი კრეკერი და მადი საღმძვრელი შიგთავსი. ახალი ტუქ სენდვიჩი, სავსეა გემოთი. სამშენებლო ჰიპერმარკეტი დომინოს თავაზობს თავის მომხმარებელს ბონუს ბარათებს. ისარგებლე ყოველი შენაძენისას დომინოს ბონუს ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 7%-მდე. დომინო. პორტალი MyMakti ეს არის Maktis ოფისი შენს მობილურში, საიდანაც შეძლებ, შეიძინო და ავტომატურად განაახლო ნებისმიერი პაკეტი, შეავსო ანგარიში, გადაიხადო ბარათით და სხვა. დარეკე 20-ზე და SMS-ით მიიღე MyMaktis გადმოსაწერი ბმული. MyMakti უახლესი ტექნოლოგიები Maktis ხარისხით. არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალური დაცვის ლიგა საქართველოს 8 რეგიონში ახორციელებს პროექტს. ახალგაზრდების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიზნით. ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის გაერთიანებულ ახალგაზრდებო. გააქტიურდით და დაიცავით სხვების საარჩევნო უფლებაც. შექმენით თანაბარი საარჩევნო გარემო ყველასთვის. გააკეთეთ სწორი არჩევანი. ერთად ყველაფერს შევძლებთ. დილას ბაკურიანით ვიწყე. უნიკალური მინერალები აღვიძებს ჩემს ორგანიზმს და აღადგენს წყლის ბალანსს. შუადღეს მეხმარება დაღლილობა ნაადრევად არ მიგწვა. საღამოს თავს კვლავ კარგად ვიწვევ. ბაკურიანი განაახლებს შენს ორგანიზმს. უკვე ახალი შეფუთვით. შენ გრძნობ, სხვები ამჩნევენ. საღამოს ეთერს წარმოგიდგენთ ექსპრეს ბანკი. ექსპრეს ბანკში დაგროვების დაწყება ყველაზე მარტივია. გახსენით ექსპრეს ანაბარი მინიმუმ 10 ლარით. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების წარმდგენია Makti. შეხვდი ახალ სასწავლო წელს ახალი smartphone-ით და ახლა უკვე გაორმაგებული ინტერნეტით საჩუქრად. ჩვენ დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში, ჩვენი სტუმარია ეკა ბესელია, ის წარმოადგენს კოალიცია ქართულ ოცნებას. სამშვიდობისა, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ეთერში. სანამ ბატონ გიგა ბოკერია საუბრობდა, ქალბატონ მაეკამ ლამის მთელი თაბახის ფურცელი გაავსო ჩანიშვნებით, მაგრამ მე მინდა რომ ჩემი შეკითხვებით დავიწყო და თქვენ კონკრეტულად შესაბამისად თუ გნებავთ უპასუხეთ ჩვენს წინა სტუმარს. ხელისუფლებამ ხალხს დაუბრუნა სამართლიანი სასამართლო. ეს არის ციტატა ერთ-ერთი თქვენი ბოლო გამოსვლიდან. ჩვენ აი ამ 3 დღეზე და 3
სასამართლო პროცესზე ვსაუბრობთ და რომელ გადაწყვეტილებას გულისხმობს კონკრეტულად ეს თქვენი განცხადება. ყველას ერთად თუ რომელიმეს კონკრეტულს, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის შემდეგ თქვენს გუნდს კითხვის ნიშნები გაუჩნდა ამ მოსამართლეების მიკერძოებულობასთან დაკავშირებით, გუშინ წინდელ სასამართლოს გადაწყვეტილებას, როგორც იურისტები ამბობენ, სხვა გზა უბრალოდ სასამართლოს არ ქონდა, რომ არა აღესრულებინა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თუ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც 21 საათიანი თავისუფლების შემდეგ იგი უკულავა შებრუნდა საპატიმროში. რომელი გადაწყვეტილება თქვენ გაძლევთ ამ განცხადების საფუძველს? მადლობა დიანა, მივესალმები მაყურებელს. ძალიან კარგი კითხვა და დავიწყებ იმით, რომ შეფასებისთვის პროცესი უნდა შევაფასოთ არა ფრაგმენტულად, არამედ როგორც ერთი მთლიანი და დავინახოთ დინამიკაში, იმისთვის რომ ობიექტურად გაკეთდეს შეფასება. მე ამ პროცესს ვაფასებ მთლიანობაში. ვაფასებ აი ამ 3 წლის თავზე არა მარტო კონკრეტული შემთხვევებით და თავისთავად ეს კონკრეტული გადაწყვეტილებები ქმნის ერთიან სურათს. რა გვაქვს ერთიანი სურათი? ის რომ 2012 წლის შემდეგ პირველად სასამართლო სისტემაში გაჩნდა გამამართლებელი განაჩენები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ და ზოგადად გაჩნდა გამამართლებელი განაჩენების ის რაოდენობა, როგორც არასოდეს არ ყოფილა სასამართლო სისტემაში. ბოლო მე რაც მახსოვს, ახლა ბოლო აი 96 წლიდან არ ყავდა საპატიმროშიო, ასეთია თქვენი ჩვენ რო ყავდა პოლიტიკური პატიმრები, ეს პარლამენტმა უკვე თქვა და არსებობს ამის პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაგრამ ფაქტია, რომ ევროპის საბჭო, სახელმწიფო დეპარტამენტი აი ამაზეც ახლა მათთვის ყოველთვის იქნება ეს აქტი სადაო, მაგრამ ეს არის პარლამენტის გადაწყვეტილება და ის შეაფასა საერთაშორისო საზოგადოებამ. არსებობს ძალიან ბევრი საერთაშორისო დოკუმენტი, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ საქართველოს ჰქონდა სასამართლო სისტემაში პრობლემები. საქართველოს ჰქონდა 99 და 9/10 გამამტყუნებელი განაჩენი. და ნახოთ როგორია წინასწარი პატიმრობა. დიანა, აი ერთ ციფრს გეტყვით. სტატისტიკა არის კარგი, იმიტომ რომ იყო უფრო კარგი მაშინ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მაშინ იყო 99% გამამტყუნებელი განაჩენების. სამართლიან სასამართლო მარტო ბოკერიასთვის, უგულავასთვის ან ახალაიასთვის ხომ არ უნდა დაბრუნდეს, ის რომ 36%-ით ნაკლებად გამოიყენება წინასწარი პატიმრობა დღეს, ვიდრე გამოიყენებოდა წინა წლებში, ეს ხომ მეტყველებს საით მივდივართ. ეხლა ამ სამ კონკრეტულ საქმეზე ვისაუბროთ. გადმოვალ ამ სამ კონკრეტულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თავის შინაარსით უდაოდ იყო